ერთადერთი ხისტი სამხედრო ალიანსი, რომელიც დაგვრჩა, არის ნატო, რომელიც ანაქრონიზმია და ჩვენ ვხედავთ, როგორ ყალიბდება ის თავდაცვის მექანიზმის ნაცვლად დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ იარაღს. Politics and not of defense. Thank you so much for being. დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის, თქვენი დროისთვის და თბილისში ჩამოსვლისთვის. ძალიან საინტერესოა ამ ტიპის ფორუმის აქ მასპინძლობა. თქვენი აქ ყოფნა და თანამედროვე მსოფლიო წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვა. სურს განვიხილოთ ერთი მხრივ ნეიტრალიტეტის, ხოლო მეორე მხრივ მრავალპოლუსიანობის საკითხები. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა გარკვეულწილად დაამსხვრია ნეიტრალიტეტის იდეა ევროპის კონტინენტზე, რადგან ყოფილმა ნეიტრალურმა ქვეყნებმა, როგორებიცაა შვედეთი, ფინეთი და თუნდაც ავსტრია და შვეიცარია, ეს ნეიტრალიტეტი დაკარგეს და ამ კონფლიქტში ჩაებნენ. შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრებიც კი გახდნენ, ხოლო ავსტრია და შვეიცარია სანქციებს შეუერთდნენ. შვეიცარიამ უკრაინას ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებაც კი გაუწია, რაც შეიძლება სამხედრო მიზნებისთვისაც იქნას გამოყენებული. Armaments to Ukraine and etc. So somehow თუმცა იარაღი მათ არ გაუგზავნიათ, რაც კარგია. some so-called military aid. დიახ, იარაღი არ გაუგზავნიათ. როგორ ფიქრობთ, არის ეს ნეიტრალიტეტის იდეის საბოლოო კრახი ყოველ შემთხვევაში ევროპის კონტინენტზე? Yes and no. On the one hand, yes, დიახ და არა. ერთი მხრივ დიახ, ევროპაში ნეიტრალიტეტის პოზიციები სერიოზულად შეირყა. თუმცა საინტერესოა, რომ მთელ დანარჩენ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი გლობალურ სამხრეთში დღეს ნეიტრალიტეტის, ნეიტრალიზმისა და მიუმხრობლობის იდეების ნამდვილი გამოცოცხლება შეინიშნება. მეორე მხრივ, მსგავსი რამ პირველად არ ხდება. ევროპაში ყოველი ომი, იქნება ეს ცხელი თუ ცივი, ყოველთვის იწვევს ზოგიერთი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის გაქრობას, მაგრამ ამავე დროს, როგორც წესი, საფუძველს უყრის ახალი ნეიტრალური სახელმწიფოების დაბადებას. ფინეთი და შვედეთი დღეს აშკარა მაგალითებია, მაგრამ გაიხსენეთ, როგორ დაასრულა ცივი ომის დასრულებამ ნეიტრალური იუგოსლავიის არსებობა. თუმცა შეხედეთ სერბეთს, რომელიც დღეს ცდილობს აწარმოოს პოლიტიკა, რასაც ოფიციალურად სამხედრო ნეიტრალიტეტს უწოდებს. ეს არის ახალი მოცემულობა, რომელიც ამ პროცესიდან აღმოცენდა. ჩემი ხედვით, საქართველოც რეალურად ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის გზაზე დგას. თუნდაც ეს ჯერ კიდევ არ იყოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკურ პრინციპად ან გაწერილი კონსტიტუციაში. ის, რასაც საქართველო დღეს საერთაშორისო ურთიერთობებში აკეთებს, ძალიან ახლოსაა ნეიტრალიტეტის პოლიტიკასთან და შესაძლოა სწორედ ამ მიმართულებით განვითარდეს. ჩვენ ჯერ კიდევ ვნახავთ, გადაურჩება თუ არა ამ ისტორიულ მომენტს ავსტრიის, შვეიცარიისა და ირლანდიის ნეიტრალიტეტი. შესაძლოა მათ ეს სტატუსი დაკარგონ. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ქვეყნის კონსტიტუციაშია ეს გაწერილი. ისევე როგორც მალტის შემთხვევაში, რაც ძალიან მყარი, ძნელად შესაცვლელი სამართლებრივი ღუზაა. შვედეთს და ფინეთს ეს კონსტიტუციაში არ ეწერათ, რის გამოც სტატუსის დათმობა 20-ოდე წელიწადში მარტივად შეძლეს. საქართველო კი შესაძლოა ამ პროცესის საპირისპირო მაგალითად იქცეს. კონსტიტუციაში კი გიწერიათ ნატოში გაწევრიანების სწრაფვა, მაგრამ რეალურად ამას არ აკეთებთ. გაუყევით ამ გზას 10, 15 ან 20 წელი და განწყობები შეიცვლება, რის შემდეგაც შესაძლოა კონსტიტუციის გადახედვაც კი გახდეს შესაძლებელი. და ასეც რომ არ მოხდეს, ნეიტრალურ საგარეო პოლიტიკას შეუძლია ქვეყანას 10 წლეულების განმავლობაში ძალიან კარგი სამსახური გაუწიოს. ასე რომ მე ამ საკითხს ფატალურად არ ვუყურებ. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ დავკარგეთ ნეიტრალური ქვეყნები და ეს დანაკარგი ევროპის უსაფრთხოებას ნამდვილად არ წაადგება. პირიქით, ეს ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს. it actually makes it worse. So they are actually the მართლაც მათ ომის დროს უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე, თუმცა როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ომის დასრულების შემდეგ? როგორი იქნება პირობები ამ ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში? ფინეთის ნეიტრალიტეტიც ხომ გარკვეულწილად მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სტალინთან მიღწეული შეთანხმების შედეგი იყო. რა შეიძლება მოყვეს მიმდინარე კონფლიქტს? მაგალითად, მოლაპარაკებების მაგიდაზე ომის დაწყების დღიდან დევს უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხი. როგორია თქვენი ხედვა ომის შემდგომ ევროპაში უკრაინის ნეიტრალიტეტზე? European continent after the war. I mean, Ukraine is the best example. უკრაინა სწორედ საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რატომ იქნებოდა ნეიტრალური სტატუსი ბევრად უკეთესი ამ დამანგრეველ ომთა შედარებით. უკრაინის ნეიტრალიტეტი თავდაპირველად მისი
კონსტიტუციის ნაწილი იყო, შემდეგ კი ის კონსტიტუციიდან ამოიღეს. რამაც სიტუაციის ესკალაცია და დონბასში რეგიონული კონფლიქტის დაწყება გამოიწვია. 2022 წლის აპრილში ნეიტრალიტეტის საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე კვლავ დაბრუნდა. ეს იყო საუკეთესო გამოსავალი, რაც ნიშნავდა შემდეგს. უკრაინა ვერ იქნება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ძალა, თუმცა იგი არის სუვერენული და შეუძლია ევროკავშირთან ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს, როგორიც სურს. მაგრამ დასავლეთისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა მესმის. ეს შეთანხმება ნატოსა და ევროპული მხარის, კერძოდ ბორის ჯონსონისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩაიშალა. მათ თქვეს, არა, მოდით, მოუწოდოთ უკრაინას ბოლომდე იბრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ, რათა რუსეთი დაიშალოს. ეს გეგმა ჩავარდა და შედეგად მივიღეთ ასობით 1000, შესაძლოა მილიონზე მეტი დაღუპული ორივე მხარეს. ამ პროცესის ბოლოს უკრაინა მაინც დარჩება ამა თუ იმ ფორმით. თუმცა ის კვლავ იქნება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხე და რუსეთი კვლავ მოითხოვს მის ნეიტრალიტეტს. თუ ეს კონფლიქტი დასრულდება, ის სავარაუდოდ დასრულდება უკრაინის დარჩენილი ნაწილის დე-ფაქტო ან დე-იურე ნეიტრალიტეტით, სტატუსით, რომლის მიღებაც ბევრად ნაკლები დანაკარგით იყო შესაძლებელი. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ ევროპელები ამას მუდმივად ვიმეორებთ. შეხედეთ ავსტრო-უნგრეთის იმპერიას, როგორ დაიშალა და დღევანდელი ავსტრია რეალურად ნეიტრალური მცირე სახელმწიფოა. ხალხი ამბობს, რომ თუ უკრაინა ტერიტორიებს დაკარგავს, ის ვერ იარსებებს. ეს სისულელია. ავსტრია 1955 წლიდან შესანიშნავად ცხოვრობს ევროპის გულში, როგორც ნეიტრალური ქვეყანა. ეს შეიძლება ძალიან მომგებიანი პოზიცია იყოს, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ საზოგადოებას ეს თავად სურდეს. ავსტრიამ და ფინეთმა პრაგმატული ნაბიჯი გადადგეს. მათ თქვეს, საუკეთესო, რაც შეგვიძლია მივიღოთ, არის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაბრუნება, ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტი სხვების უსაფრთხოებასაც უნდა ემსახურებოდეს. ფინელებმა გააცნობიერეს, რომ მათი ნეიტრალიტეტი უნდა პასუხობდეს რუსეთისა და საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების ინტერესებს და მათ ეს შეასრულეს. სანაცვლოდ კი მიიღეს მანევრირების ბევრად დიდი სივრცე. იმაზე მეტი თავისუფლება, ვიდრე ვარშავის პაქტის წევრ პოლონეთს ან რუმინეთს ჰქონდათ. მათ შეძლეს ევროპეიზაცია და ბევრად უფრო ხელსაყრელი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბება. აი ეს არის ის დიდი სარგებელი, რაც ნეიტრალიტეტს მოაქვს. შენ ვერ იღებ ყველაფერს, მაგრამ იღებ ძალიან კარგ პირობებს. თუ მოახერხებ და ინტერესებს ორივე მხარეს დააბალანსებ. You get a good deal if you manage to serve both sides. In that regard, how do you feel about მრავალპოლუსიანობა უკვე რეალობაა. ამ მოცემულობაში რამდენად გონივრულია რომელიმე კონკრეტულ ბანაკში ყოფნა, რომელიც მაგალითად მეორე ბანაკს უპირისპირდება. Atlantic integration? The best position is for a country to have საუკეთესო პოზიცია ქვეყნისთვის საგარეო პოლიტიკაში, მაქსიმალური მოქნილობის შენარჩუნება, რათა მოერგო სიტუაციას და გააკეთო ის, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა. ის, რასაც ევროკავშირი ამჟამად აკეთებს, არის უცნაური იდეოლოგიური კონსტრუქტი. მათ შეერათ, რომ სჯობს იყვნენ დიდი კოლექტიური პროცესის ნაწილი, თუნდაც საშინელი ზარალის ფონზე და იბრძოლონ სიკეთის მხარეს, ბოროტების დასამარცხებლად. ეს მორალურ მოვალეობად არის აღქმული. ეს არის რაციონალური და რეალისტური მიდგომა საგარეო პოლიტიკისადმი. ეს წმინდა წყლის იდეოლოგიაა. ეს გავს ჯვაროსნულ ლაშქრობას, როდესაც ამბობდნენ, რომ წმინდა მიწა ურწმუნოებისაგან უნდა გაანთავისუფლონ. რადგან ეს მორალური გვალდებულებაა. დღეს ისინი ზუსტად ამ პოზიციაზე დგანან. თუმცა იმის გათვალისწინებით თუ როგორებად წარმოაჩენენ ისინი რუსეთს, ჩინეთს და სხვა ქვეყნებს, ხოლო მეორე მხრივ აცხადებენ რა საკუთარ თავს გარკვეული ღირებულებების დამცველად, ასეთ კლუბში ყოფნა არ არის გონივრული. გაცილებით ჭკვიანური პოლიტიკა კონდეს მაქსიმალურად კარგი ურთიერთობა ამ კლუბთან და ამავდროულად ეცადო კარგი ურთიერთობები შეენარჩუნოს სხვა გაერთიანებებთან და მოთამაშეებთან. იმიტომ რომ ერთი რამ ცხადია, არც რუსები, არც ჩინელები და არც ირანელები არ თამაშობენ კლასიკურ სამხედრო ალიანსების თამაშს. ისინი თანამშრომლობენ კონკრეტულ საკითხებში, მაგრამ სამხედრო ბლოკებს არ ქმნიან. ერთადერთი ხისტი სამხედრო ალიანსი, რომელიც დაგვრჩა, არის ნატო, რომელიც ანაქრონიზმია
და ჩვენ ვხედავთ, როგორ ყალიბდება ის თავდაცვის მექანიზმის ნაცვლად დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ იარაღად. Pool of great power politics and not of defense. But on the other hand, when we speak about მეორე მხრივ საინტერესოა, როდესაც მრავალპოლუსიანობაზე ვსაუბრობ. ერთპოლუსიანი სამყაროში ყველაფერი ნათელია. არსებობს ერთი ძალა და შენ ან მისი მეგობარი ხარ ან მტერი. ნეიტრალურ ქვეყნებზეც კი ხდება თავდასხმა ან მათი იძულებით ბანაკში შეყვანა. მაგრამ როდესაც სამყარო მრავალპოლუსიანი ან მინიმუმ ორპოლუსიანი, რჩება თუ არა სივრცე ნეიტრალიტეტისთვის. როდესაც გვაქვს დამოუკიდებელი გლობალური ძალების 3 ან 4 ცენტრი. აძლევს ეს შესაძლებლობას მცირე ქვეყნებს, განსაკუთრებით დიდ სახელმწიფოებს შორის მოქცეულ სასაზღვრო ქვეყნებს, რომ დარჩნენ ნეიტრალურები და არ აღმოჩნდნენ რომელიმე ბანაკში. Yes, it does. Yes, it does. So the least დიახ, რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტისთვის ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელი საერთაშორისო სისტემა სწორედ ერთპოლუსიანობაა. იმ მიზეზების გამო, რაც თქვენ აღნიშნეთ. თუ მბრძანებელს არ გახვევი, დახსჯიან. ორპოლუსიანობის დროს გარკვეული სივრცე ჩნდება, ხოლო მრავალპოლუსიანობის პირობებში ნეიტრალიტეტის შენარჩუნების მოთხოვნა და წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს მოთხოვნა სხვადასხვა მხრიდან წამოვა. განსაკუთრებით ბუფერული და სასაზღვრო სახელმწიფოებისთვის ჩნდება სტრუქტურული სტიმული. თუ ისინი, რა თქმა უნდა, იდეოლოგიურად არ არიან დატყვევებულნი. ევროკავშირის ქვეყნები იდეოლოგიურად დატყვევებულნი არიან, მაგრამ თუ შენ ამ მახეში არ ხარ და გაქვს ხედვა, რომ ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგს მიაღწიო, მაშინ სტრუქტურული სტიმული კარნახობს, რომ ითამაშო ყველასთან. უნდა გამონახო გზა არა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობების შესანარჩუნებლად, არამედ ამ ურთიერთობების გამოსაყენებლად, სხვების დასაბალანსებლად, რათა შენმა ქვეყანამ მაქსიმალური განვითარება შეძლოს. ჩვენ ამას ახლაც ვხედავთ სასაზღვრო სახელმწიფოების მაგალითზე. მონღოლეთი ოფიციალურად ნეიტრალური არ არის, მაგრამ ყველა პრაქტიკული მიზნით ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ატარებს. ომანიც ასე იქცევა. ირანის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ყურის სხვა ქვეყნებიც დე-ფაქტო ან დე-იურე ნეიტრალიზებულნი აღმოჩნდებიან, რადგან მათ აღარ ეყოლებათ პარტნიორი, საიდანაც სამხედრო მარაგებს მიიღებენ. გლობალურ სამხრეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია ASEAN წესდებაში პირდაპირ უწერია ნეიტრალიტეტის პუნქტი და მალაიზია და ინდონეზია ამას მყარად უჭერენ მხარს. სამხრეთ ამერიკაშიც მნიშვნელოვანი მოძრაობებია ამ თემაზე. გლობალური სამხრეთისთვის მეტნაკლებად ნათელია, რომ მათ არ სურთ ხისტი სამხედრო ალიანსები, მათ სურთ მოქნილი პარტნიორობა, რაც ამა თუ იმ ფორმით სწორედ ნეიტრალიტეტის პოლიტიკაა. საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი სტიმულია იფიქროს ამაზე სამართლებრივ კატეგორიებშიც, რათა ჩამოაყალიბოს პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში მიიყვანს იმ მიზნამდე, რაც თქვენმა პრემიერ-მინისტრმა დღეს აღნიშნა, ტერიტორიულ მთლიანობამდე. საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არის გზა ამ ტერიტორიული მთლიანობის დასაბრუნებლად, თუ რუსეთთან კონფლიქტი სწორად გადაწყდება. თუ კი საერთოდ არსებობს რაიმე გზა, ეს სწორად ნეიტრალიტეტია. if there's a way, then it is through that one. So to summarize our conversation, ჩვენი საუბრის შესაჯამებლად მსურს გაგიზიაროთ ჩემი წუხილი საქართველოს პოზიციასა და იმ პერსპექტივებზე, რომლებიც მრავალპოლუსიანობის ფონზე იკვეთება. ფიქრობ, რომ ყველა მსოფლიო წესრიგი რომელიმე დიდი კატასტროფის შემდეგ იბადებოდა. იქნება ეს მსოფლიო ომები თუ საბჭოთა კავშირის დაშლა, რამაც წარმოშვა ახალი სახელმწიფოები, რომლებიც ხშირად არ იცოდნენ რა ეკეთებინათ და როგორ განვითარებულიყვნენ. თუმცა დღეს ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ დიდ სახელმწიფოებს კარგად ესმით, მათ შორის პირდაპირი ომი უდიდესი კატასტროფა და ბირთვული აპოკალიფსია. ამის გამო სულ უფრო პოპულარული ხდება ეგრეთ წოდებული პროქსი ომები, ანუ ომები სხვისი ხელით, როგორც უკრაინაში, ირანში და ასე შემდეგ. როგორ უნდა გადავრჩეთ ამ რეალობაში? ახალი მსოფლიო წესრიგი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. მრავალპოლუსიანობა ახლა იბადება და დიდი ძალები ჯერ კიდევ იბრძვიან საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ეს ნიშნავს, რომ კონფრონტაცია მწვავე ფაზაშია და საქართველოს მსგავს მცირე ქვეყანას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება იმისთვის, რომ გადარჩეს და არ იქცეს მორიგ პლაცდარმად პროქსი ომისთვის. not being used as a proxy war. Yeah. აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს უნდა იყოს საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი. არ დაუშვას საკუთარი თავის ისე გამოყენება და ბოროტად ექსპლუატაცია, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა. თანაც ბოროტად გამოყენება ორსავე მხრიდან. რუსები ხოცავენ, ხოლო ევროპელები ამ ხალხს ფრონტის ხაზისკენ უბიძგებენ. მთავარი ამოცანაა, არ აღმოჩნდეთ ამ პოზიციაში. ანტონიო გრამში ამბობდა:
ძველი წესრიგი კვდება, ახალი კი ჯერ არ დაბადებულა. სწორედ ამ შუალედში იბადებიან მონსტრები. ჩვენ სწორედ მონსტრების ეპოქაში ვცხოვრობთ. ყველაზე დიდი მონსტრები კი ყოველთვის ანგელოზების ნიღბით ვევლინებიან. ევროპელები თავს აჩვენებენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და უკრაინის დამცველებად, ხოლო რუსები ცივილიზებული სამყაროს დამცველებად, რომელთაც თითქოს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ამ ორ ცეცხლშუა კი საწყალი უკრაინელები და სხვათა შორის რუსებიც სანგრებში იღუპებიან. ეს სიკვდილი რეალურად ღარიბი კლასის უბრალო ხალხის ხვედრია. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დიდი ფული არ აქვს, სასიცოცხლოდ უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ მის ქვეყანას ეს ტრაგედია აარიდოს. აქ მთავარია ფოკუსირება იმაზე, თუ რა არის კარგი ქვეყნისთვის. რისი გაკეთება შეგიძლია და რისი არა. რა ტიპის ურთიერთობების გაუმჯობესებაა შესაძლებელი რუსეთთან. რა არის შესაძლებელი ევროკავშირთან და როგორ შეიქმნათ მანევრირების მეტი სივრცე. რაც მეტი გაქვთ ეს სივრცე, მით უფრო დიდია ბუფერი ორივე მხარესთან. ეს ძალიან რთულია, თუმცა ამაზე სერიოზულად ფიქრი და საქართველოსთვის სასარგებლო საგარეო პოლიტიკური ხედვის ქონა ფუნდამენტურია. მიხარია, რომ თქვენს პოლიტიკოსებს უსმენ და ვხედავ, რომ მათ აქვთ ასეთი ხედვა. ხედვა, რომელიც ევროკავშირმა სრულად დაკარგა და რის გამოც დღეს ამ ძიმე ვითარებაში არ მოჩნდა. From the European Union, which is why we are in the situation we are today. Pascal, thank you so much for your time and for your ideas you shared with us. Thank you very much for your interest.